გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და მისი სტუმრების სუბიექტურ აზრს გადაცემაში ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად. გამარჯობა, თქვენ უსმენთ რადიო იმედს ტალღაზე 105.9 და გადაცემას ორშაბათი, რომელიც მიმყავს მე თეონა გეგელიას ყოველი კვირის დასაწყისში პირველ სამუშაო დღეს თქვენ უსმენთ გადაცემის სტუმრების მოსაზრებებს გასული და ახალი კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე. 31 მარტს 26 წელი გავიდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან, როდესაც საყოველთაო სახალხო პლებისციტზე დასმულ შეკითხვას თანახმახართ თუ არა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად, საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 31 მარტს 78 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ამ რეფერენდუმის მთავარ გმირს, რომლის წვრილის შესახებ ყოველ 11 მარტს ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ განცხადებაში ყველა ხაზგასმით აღნიშნავს. ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს გამთენიისას სამეგრელოს სოფელ ხიბულაში მოკლეს. ასეთია გამოძიების ვერსიაც. მაგრამ არსებობს იმავდროულად სერიოზული პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ მკვლელობა, რომელზეც თავად საგამოძიებო ორგანოები უკვე ასეთი კვალიფიკაცია აქვს ამ საქმეს, არ მივიდა ბოლომდე ამ საქმის გამოძიება და უკვე წლებია პრეზიდენტის ოჯახი ითხოვს, რომ გამოძიება დასრულდეს. 31 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტთან თბილისში აქცია, სადაც მონაწილეობდნენ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები, უბრალოდ ეს აქცია მათი, ასე ვთქვათ, მოწოდებით გაიმართა. მანამდე იყო თქვენი პრესკონფერენცია. ცოტნე გამსახურდი არის დღეს ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვილაპარაკებთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე. მე დიდ მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ გვაქვს საკმარისად დიდი დრო იმისთვის, რომ ვრცლად ვილაპარაკოთ ამ პრობლემაზე, რასაც ქვია ამ საქმის გამოძიება. მოგესალმებით, თეონა. მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ ალბათ იმით, რა პასუხი გაქვთ. აი, როდესაც თქვენ აქტიურობთ, მართავთ პრესკონფერენციას, ყველა მიცის, ხო? ანუ ყველა იგებს ამას. აი, რას გპასუხობენ საგამოძიებო ორგანოები, პროკურატურა? მოგესალმებით, თეონა. მე უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო აქ, რომ თქვენ ძალიან აქტიურობდით, თქვენ პირადად, როდესაც ჩვენ ვაგროვებდით ხელმოწერებს პეტიციაზე, ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის უკან თქვენ და თქვენ სხვა კოლეგა ჟურნალისტებთან ერთად მოვაწერეთ ამას ხელი, სიამოვნებით შემოვერთით, სადაც ჩვენ ვთხოვდით მთავარ პროკურატურასა და სახელმწიფო ორგანოებს ამ საქმის გამოძიების დასრულებას. ასევე მადლობა მინდა მოვახსენო თქვენი რედაქციის მეშვეურებს ამ თემატიკით დაინტერესებისათვის. რაც შეეხება ახლა ჩვენს ამასინანდელ აქციას, რომელიც 31 მარტს გაიმართა ოჯახის წევრების ორგანიზებით, ჩვენ გვინდოდა საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება ამ საქმის შესახებ და საუბარი იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ ვაწყდებით უკვე მრავალი წელია. მათ შორის ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ახალი ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა ამ საქმის წარმოებაში. არაფერს არ პასუხობენ, მინდა პირდაპირ გითხრათ, აბსოლუტურად ყრუ კედელია ხელისუფლების მხრიდან. პროკურატურის მაღალჩინოსნები ხანდახან თუ რაღაც ესე ვთქვათ, რაღაც ბავშვურტყუილებით თუ ეცდებიან ჩვენ გამოყვებას, ასე ვთქვათ და უბრალოდ ეს ყველაფერი პირდაპირ ვეჭვი ყელში ამოვიდა. არც პრემიერ-მინისტრის მხრიდან, არც მინისტრების, არც სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან მათ ეს თემა მხოლოდ სჭირდებათ წელიწადში 2 დღის განმავლობაში, ეს არის 31 მარტი და 9 აპრილი, როდესაც ისინი უბრალოდ ვერ გაურბიან ზვიად გამსახურდიას როლსა და ღვაწლს საქართველოს სახელმწიფოს დაფუძნების საქმეში, მე ვიტყოდი. თუმცა მიუხედავად ამ ღვაწლისა, ისინი უკვე ხედავენ, რომ ამ თემას ეს თემა
უკვე მათთვის კონფრონტაციული და უხერხულია და აგერ მოგეხსენებათ აგერ 31 მარტის მეორე დღეს მაგალითად ჩვენმა გაჯიდიესებულმა საზოგადოებრივმა მოუწყებელმა უკვე ხედავთ სულ სხვანაირი მიმართულებით წაიყვანა საქმე და 31 მარტის მეორე დღეს ნაცვლად იმისა რომ თუნდაც ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ იმ დამსახურებებზე რაც საქართველოს მე არ ვიწყო ხო პერსონალურად საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა და პირველმა ეროვნულმა ხელისუფლებამ მოუტანა ანუ მე ვიტყოდი ახლა იმ დამსახურებებს ძალიან მოკლედ ჩამოთვლე ესე იგი რომ ეს იყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეფერენდუმი დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ და ეს იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება ამ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ეს სამი ძირითადი უმნიშვნელოვანესი ფაქტი რომლის მიღწევაც ასე ვთქვათ ეს არ იყო არც სიდან ჩამოვარდნილი ეს არ იყო არც ვიღაცის ნაჩუქარი ამისკენ მიდიოდა თაობების შეიძლება ითქვას 10 წლეულებით გრძელდებოდა ამისათვის ბრძოლა და ესე ვთქვათ ამათ ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტეს ამ ყველაფრის მიჩუმათება, ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა და ნაცვლად იმისა, რომ ერთი გადაცემა მაინც მიეძღვნა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამისათვის, სამაგიეროდ გაუშვეს ბინძური რაღაც სუკის პასკვილებზე სუკი გახლდათ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იგივე KGB საბჭოს დროინდელი ვისაც არ ახსოვს მათთვის ვიტყვი სუკის პასკვილებზე გამომცხვარი რაღაც ღირსების სასამართლოს ეგრეთ წოდებული ღირსების სასამართლოს დამონტაჟებული ვიდეო სადაც ჩანს განხეთქილება ეროვნულ მოძრაობაში დაპირისპირებული მხარეები მათი ასე ვთქვათ შუღლი და ესე იგი დღეს ქართულმა ოცნებამ შევარდნაძის ხელისუფლების კვალდაკვალს შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ უკვე აირჩია თუნდაც თქვენ ფიქრობთ რომ ეს უკვე აირჩია აი ამ ეროვნულ ხასთან კონფრონტაციის რა თქმა უნდა როდესაც 27 ქაოსია საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხლა ისეთი ქაოსია თქო და იქ ქაოსია როგორ გეგადრებათ რა ქაოსია ქაოსი სწორედ ქაოსი რომ არის ასეთ გადაცემებს არ უნდა იმეორებდნენ მომდევნო დღეს როდესაც 18 გადაცემა დახურა ვასილ მაღლაფერიძემ თუ არ ვცდები ბიზნე ივანიშვილის მოურავმა იმაზე საზოგადოებრივ მაუწყებელს 18 გადაცემა დახურა რიგი ჟურნალისტები გაუშვეს და მთელი რიგი ლოიალური ჟურნალისტებისა გადმოიყვანეს. არ არის მე მგონი ამ ეტაპზე რაღაც უფრო მეტი სიმშვიდეა. მე მესმის თქვენი აბსოლუტურად უადგილო იყო ამ სუკის პასკვილებზე დამყნილი გადაცემის ხომგეუბნებით გაშვება 31 მარტის მომდევნო დღეს. ახლა ჩვენ არა ვართ სულელები რომ ამას ვერ მივხვდეთ, უბრალოდ ხომგეუბნებით. ხელისუფლება ხვდება რომ ზოგადად გამსახურდა ეს თემას უკვე ვეღარ გამოიყენებს და არც ოჯახის წევრები არ მივცემთ ამის საშუალებას, თორემ დღემდე მე მოგახსენებთ მაგალითად ყოველი ხელისუფლებისთვის ფაქტობრივად ხო შევარდნაძის ხელისუფლების გარდა პრინციპში. როდესაც ეს საქმე იყო თითქმის 10 წელიწადი უბრალოდ თაროზე იდო იმპერებოდა, ერქვა თვითმკვლელობის ვერსია, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, თეონა მინდა რომ ხაზი გაუსვა ამას. შევარდნაძის ხელისუფლებამაც კი მიუხედავად იმისა რომ ყველა ინსტრუმენტი ქონდა, მიუხედავად რომ წლები გავიდა, 10 წელიწადი გავიდა, თითქმის ვერ შეძლო თვითმკვლელობის ვერსიისათვის რაიმე სერიოზული დასტურის მოძიება. თორემ ეს საქმე ხომ დაიხურებოდა რა. რა თქმა უნდა. გესმით? შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მართლაც მიუხედავად იმისა რომ 2004-2005 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და სხვა იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ხელმოწერილი და შედგენილი არაერთი დოკუმენტი არსებობს, სადაც ისინი აღიარებენ 1991 წლის გადატრიალებას, აძლევენ ამას შესაბამის კვალიფიკაციასა და შეფასებას. საუბრობენ პრეზიდენტისა და მისი მომხრეების ფიზიკურ ლიკვიდაციაზე, ამის გამოძიების აუცილებლობაზე, მიუხედავად ამისა 2009 წლამდე არაფერი გაკეთებულა. 2009 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, როგორც მოგეხსენებათ, გარდაცვალების მიზეზთან დამდგენის, ვიერთგამსახურდეს გარდაცვალების მიზეზთან დამდგენის საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა თქვენთვის ცნობილი ჩემი უფროსი ძმა კონსტანტინე გამსახურდი. და სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ამ საქმის ტექსტთა მასალათა ძირითადი კორპუსი შეიძლება ითქვას. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ კომისიას არ მისცა საგამოძიებო ფუნქციები, ფაქტობრივად ბევრი რამ გაკეთდა. ძალიან ბევრი რამ ანუ ამ კომისიას შეეძლო მხოლოდ ნებაყოფლობითი ახსნაგანმარტებისა და მოწმეთა და ფიგურანტთა სურვილის მიხედვით
მოეხდინა გამოკითხვები თუ შეეგროვებინა ინფორმაცია გესმით და მიუხედავად ამისა ბევრი რამ გაკეთდა გამოიკითხა ძალიან ბევრი ამ საქმის ფიგურანტი ვისაც პირდაპირ თუ ირიბის შემხებლობა ჰქონდა ამ საქმისთან და ძალიან დიდი მასალა დაიდო ეს სიგნალაც არის გამოცემული და ქვია პრეზიდენტს გამსახურდია საქმე რამოდენიმე ასეული გვერდი 300 გვერდზე მეტია თუ არ ვცდები და სწორედ ეს მასალები დევს დღესაც სამსახლის სამართლის საქმის ტომებში და ამას ვეღარ გაურბის ახალი ხელისუფლება. სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით 2015 წელს უკვე ახალმა ხელისუფლებამ ერთ-ერთი არჩევნების წინ ასე ვთქვათ ეროვნულად განწყობილი ადამიანების სიმპათიების მოსაპოვებლად გადააკვალიფიცირა ეს საქმე და რა კვალიფიკაცია აქვს დღეს უბრალოდ რო გითხრათ კვლევების კვალიფიკაცია იმ კომისიის ამ კომისიის მიერ მოგროვილი მასალების საფუძველზე მიუხედავად იმისა რომ ამ კომისიას ხომ გეუბნებით არ ჰქონდა საგამოძიებო ფუნქცია მაინც უზარმაზარი მასალის მოგროვება მოახერხა რომელსაც უკვე ასე ვთქვათ ვეღარ წავიდენ მაგრამ უკვე 3 წელიწადია შეიძლება ითქვას რომ 3 წელიწადია მათ დაკითხეს რამოდენიმე მოწმე ამ 3 წელიწადში რამოდენიმე მოწმე დაკითხეს და დაკითხვა წარმოებდა როგორი მანერით იცი აი ესე ვთქვათ სულად ფორმალურად ეს მოწმეები სემენ აბსოლუტურად ვთქვათ უაზრო და ზედაპირულ პასუხებს ეს არის თავარ ფიგურანტებზეა ლაპარაკი იქ გამოყოფილი არის რამოდენიმე ჯგუფი მინდა გითხრათ ახლა ძალიან მაინტერესებს იქნებ მოკლედ მაინც შევძლოთ და ამ მასალებში აი რა არის თავარი ყველაზე საინტერესო და ფიგურანტებსაც თუ ყველაზე საინტერესო ახლა გარდა იმისა რომ ესე იგი თვითონ ლოკაციის შესწავლისას აღმოჩნდა რომ ეს ლოკაცია სადაც ჩვენ გვეუბნებოდნენ ჯერ კიდევ როდესაც გროზნოში შევიტყეთ ამის შესახებ 4 დღის შემდეგ რასაც ამბობდნენ იმჟამინდელი ესე იგი დაცვის გადაცოცხლად გადაჩენილი წევრები და პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი რომ როგორც ამბობდნენ რომ ამ ოთახს ერთადერთი შესასვლელი ჰქონდა ეს ასე არ აღმოჩნდა და ამ ოთახს ჰქონდა კიდევ 2 შესასვლელი ანუ ლოკაციას აღწერდნენ არასწორად ეს სახლი დღეს ინგრევა ხელისუფლებას ალბათ დიდი სიამოვნებით ელოდება მატერიალური მტკიცებულებების ასე ვთქვათ აი თუნდაც ამ სახლის გაქრობას და დანგრევას ეს ხომ არსებობს დოკუმენტირებული მაინც არის მაგრამ ისინი ელოდებიან ახლა მათ აწყობთ იცით რა არის რომ ერე იტყვიან რომ აი ბევრი წელი გავიდა და ასე შემდეგ თუმცა ახლა მე გადავუხვიე თემას ერთი რო ლოკაციის შესწავლა შემდეგ მოწმეთა ჩვენებების ხელახალი გაანალიზება შემდეგ თვითონ ტყუის ტრაექტორია ზემოდან ქვემოთ რაც აბსოლუტურად გამორიცხულია სტეჩკინის გაბარიტების იარაღის მიხედვით და რაც მთავარია იქ გამოკვეთილად ჩანს უშიშროების კვალი უშიშროების მაღალჩინოსნების საქმიანობა დევნის ჯგუფების საქმიანობა მათი კვალი გადაბირებები ჩანს ასე ვთქვათ კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა ვინც ასე ვთქვათ ამ ვიადგამსახურდიას ასე ვთქვათ თანადგომას უწევდა თუ გაცილებას თუ თანადგომას თუ მეგზურობას უწევდა აი ამ ადამიანების გადაბირებები ჩანს ამ ადამიანებზე ჩანს რომ ამ ადამიანებზე ნამუშევარი აქვს უშიშროებას და ეს ადამიანები სხვა საქმეებში ფიგურირებენ მე ახლა ნუ მომთხოვთ კონკრეტული გვარების დასახელებას მაინც არაფერს არ მოგცემთ ეს გვარები მაგრამ აი ცხადად ჩანს ეს საქმე რომ უშიშროება მუშაობს რომ გადაიბიროს ესე ვთქვათ ჩანერგოს საკუთარი აგენტურა მან იცის ყოველი მისი ნაბიჯის შესახებ დაძდევს ფეხდაფეხ შეიძლება ითქვას და ამავე დროს კვლელობის ჯგუფი მზად ყავთ რუსეთის სპეცსამსახურები იმჟამინდელი ალფა რომელიც ახლა ემორჩილებოდა გიორგაძეს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯგუფები აი ეს ყველაფერი ჩანს თეონა საქმეში ეს არ არის ლიტონის სიტყვები ეს არ არის გამწარებული ოჯახის წევრის თუ შვილის თუ რაღაც ასეთი საუბარი არა დევნის თემა ჩანდა შეუიარაღებელი თვალითაც რომ წარიცნობდი ამ მასალებს ამ საქმის გახსნა სჭირდება ამ საქმის გახსნას მე მოგახსენებთ ამ საქმის გახსნას სჭირდება რამოდენიმე საათი მეტიანი რამოდენიმე საათი პოლიტიკური ნება სჭირდება შესაბამისი მაღალჩინოსნების პროკურატურისა თუ უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნების რამოდენიმე დროის რამოდენიმე საათი სჭირდება ცოტა ვინ არიან ასე ვთქვათ ეს ფიგურანტები ვინ არიან არა უფრო სწორედ ვინ არის ეს ხალხი დღეს სად არის ეს ხალხი ცოცხალია არ არის ვინ ცოცხალია ზოგი აღარ არის ცოცხალი რამოდენიმე მათგანი ცოცხალი აღარ არის მაგრამ არაერთი მათგანი მათ შორის უშიშროების იმჟამინდელი მაღალჩინოსნები ცოცხლები არიან თბილად არიან პირდაპირ გეტყვით აი იმქედანაც ჩანს ეს ყველაფერი რომ ეს ადამიანები ამ დროიდან აი შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე თბილად გზნობენ თავს შეიძლება ითქვას რომ აი მათ ქართულ ტრადიციებში ქართულ ტრადიციებში
ეტყობა რომ ამ ადამიანებს უფრთხილდებიან. მეცაც გეტყვით ერთ-ერთი მათგანი დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი რაიონული ორგანიზაციის მხარდამჭერია. კი ბატონო, უშიშროების თანამშრომელი, რომელიც ამ დევნის ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, ზვიადგამსახურდიას დევნის ოპერაციაში, ქართული ოცნების დიდი მხარდამჭერი გახლავთ, ერთ-ერთ სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში, ყოფილი უშიშროების ოფიცერი და რომელიც ასევე მონაწილეობდა არჩევნების გაყალბებაში, დაკავებულიც კი იყო, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ იგი გამოეშვათ ციხიდან. აი ესეც კი იყო. მე ამას რატომ გეკითხებით, იცით, იმიტომ რომ რას აი თუკი საქმეს გამოიძიებენ და ეს დასრულდება, ასე ვთქვათ, ეს საქმე, ხო? აი რას აგებს ამით ხელისუფლება, მე მართლა ვერ ხვდები. ხელისუფლება რას აგებს, მე გეტყვით, ხელისუფლება აგებს იმას, რომ პირიქით, ხო? პირიქით მისთვის ეს იქნება. არ არის ასეთ შემოკარგული. მე ასე ვფიქრობდი, იყო პერიოდი, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 2013 წელს მე პირადად შემწირდა ბიზინა ივანიშვილი მასთან შეხვედრის დროს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, მაგრამ მომატყუა ისევე როგორც მომატყუა მთელი საქართველოს, შეიძლება ითქვას. ხო, რას აგებს ხელისუფლება, მე გეტყვით. აქ არის ორი ძირითადი თემა, რომ რახან არიძიებენ მკვლელობას, მით უმეტეს პრეზიდენტის და თუნდაც ნებისმიერ ადამიანზე იყოს საუბარი, ესე იგი ფარავენ მკვლელს, ხომ ასეა? ხო, ნუ პირველი ეს ლოგიკა. ხომ ასეა, ვიღაცას ფარავენ, მაშინ როდესაც ყველანაირი საშუალება აქვს ხელისუფლებას დღეს ამის გაკეთების. ფარავენ მკვლელს და ანუ ორი ფაქტორი გახლავთ აქ. ერთი რომ ფარავენ და ბიზინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ვერ და არ თავისუფლდება შევარდნაძის დროინდელი პოლიტიკურ ფინანსური. თუმცა მე ვიცი რომ მისი სიმპათიები შევარდნაძის მიმართ ნამდვილად არ აქვს მას და პირიქით გამსახურდიას მიმართ აქვს. მე ასე ვიცი შეიძლება. მე არ ვიცი ახლა ამირან გულში დაზღეროდა, მაგრამ ფაქტია რომ შევარდნაძის დროინდელი მინისტრები და შევარდნაძის დროინდელი მარტვის სტილი დააბრუნა მან, ასე ვთქვათ. შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნები დააბრუნა თანამდებობებზე, შევარდნაძის დროინდელი მინისტრები ხავს ბოლო პოლიტიკურ გუნდში და იმჟამინდელი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღები პირები და შესანიშნავი ურთიერთობა აქვს შევარდნაძის დროინდელ პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტასთან, სადამდეც შეიძლება მიდიოდეს ეს კვალი. ბიზინა ივანიშვილის მინისტრები დადიოდნენ შევარდნაძესთან ბოლო დღეებამდე, ასე ვთქვათ, თაყვანის საცემად. იგივე ქალბატონი თეატრულუკიანი, რომელიც უშუალოდ ჩართულია ამ საქმის ძიებაში მისი თანამდებობრივი როლიდან გამომდინარე და კიდევ მეორე მიზეზი. აქ ცხადად ჩანს რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის კვალი. მოდი ვილაპარაკოთ რეკლამის შემდეგ ამის შესახებ, ახლა რეკლამაა ჩვენს ეთერში. ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ცოტნე გამსახურდია არის ჩვენი სტუმარი, ჩვენ ვლაპარაკობთ ზვიად გამსახურდიას საქმე კვლელობის საქმეზე. ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს გამთენიისა სამაგრელოს სოფელ ხიბულაში მოკლეს. ჩვენ მივედით, ასე ვთქვათ, იმ ადგილას ჩვენი ინტერვიუს დროს, როდესაც თქვენ ყვებოდით, რომ არავის და არ აწყობს ამ დროს სინამდვილეში დარჩენილია ძალიან ცოტა რამ იმისთვის, რომ დადასტურდეს. მე რეკლამის დროს გითხეთ, მაგრამ ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ, მხოლოდ ამიტომ ხომ მსმენელმაც მინდა გაიგოს. კვლელი არის თუ არა იდენტიფიცირებული და აი რა არის დარჩენილი აქამდე იმ მასალებით, რაც თქვენ ისიც და ამ კომისიის. ფაქტობრივად, სწორედ მკვლელის იდენტიფიკაციაა დარჩენილი, იმიტომ რომ აქ ფიგურირებს რამოდენიმე ჯგუფი, როგორც მოახსენეთ. აქ ფიგურირებენ მკვლელთა ჯგუფები. ხო. როგორც მოახსენეთ, ესე იგი, რუსეთის სპეცსამსახურების სპეცრაზმი დევნის ოპერაციაში ფიგურირებს იგორ გიორგაძის ალფა, რომელიც იგივე რუსეთის სპეცსამსახურების ჯგუფია, როგორც მოიხსენებათ, ის სრულად ემორჩილებოდა მოსკოვს და მოსკოვის აქტიური მონაწილეობითა და დაფინანსებითა და მუშაობით არის შექმნილი. შემდეგ ფიგურირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფი და უშიშროების ჯგუფი. ასევე ფიგურირებს გადაბირებულ ეგრეთ წოდებული ბადრიზარანდიას ჯგუფი, იმჟამინდელი კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა ჯგუფი, რომელიც გადაიბირა უშიშროებამ და რომლებიც ადგილს კარგად იცნობდნენ ადგილობრივ რელიეფს და რომლებიც ეხმარებოდნენ ამ სხვა დანარჩენ დაბანაკებულ ჯგუფებს მოსახლეობიდან ინფორმაციის მოძიებასა და ადგილზე ორიენტირებაში. სწორედ მკვლელის იდენტიფიკაცია აღარ დარჩა,
კვლელისა და თავად ესე ვთქვათ აი ამ ფაქტის ბოლომდე მიყვანა დასრულება სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემა. გესმით, აქ არ არის ერთ მკვლელზე უბრალოდ ლაპარაკი და ორზე. გესმით, თქვენ აქ არის მთელი გოგოს მოახსენეთ მთელი ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობენ, ყველას აქვს დანაწილებული თავის ფუნქციები, თავის საქმე, ყველა რაღაც თავის რაღაც. ეს არის კარგად ორგანიზებული ოპერაცია. გესმით, როგორც მოახსენეთ. სავარაუდოდ ეს მოხდა ღამე მოწამლეს ეს ადამიანები, მოწამლეს და აძინეს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ არც ერთ მათგანს დახურულოთა პატარა უჭუბელ ოთახში, ასე რომ ვთქვათ, გესმით, არც ერთ მათგანს სტეჩკინის გასროლის ხმა არ გაუგონია. ანუ ეს მათ სავარაუდოდ ისინი მოწამლეს მიართვეს რაღაც მოწამლული ღვინო, ამაშიც სწორედ უშიშროების ოპერაციაა ჩატარებული, რომ ესე იგი მან ვინც სახლში მიუტანა ოჯახის ახლობელმა ეს ღვინოში იყო საწამლავი, ესენი დააძინეს, არც ყველა ჩვენებებში რაღაც კაკუნისა და ეს გუგუშვილი ამბობს, რომ ტაშტის დავარდნის ხმა გავიგიო. მე ხლა არასოდეს არ მიფიქრია მართალი რომ გითხრათ მიუხედავად ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა, ყოფილი დაცვის წევრებისა თუ გუგუშვილის მიმართ არასდროს არ მიფიქრია რომ ისინი თვითონ მონაწილეობდნენ რამეში ან მათ უბრალოდ მათი უნამუსობა უბრალოდ მასშია რომ მათ არ ეყოთ ვაჟკაცობა ამის აღიარების, ამის თქმის, ამის გამხელის, გესმით და ისინი უკვე წლებია აწვევიან პირველ ჩვენებას ფაქტობრივად ყველა მათგანი გაქცეულია საქართველოსდან, ვინც იყო გუგუშვილის მარგველანიც გვანცელაძეც ყველა გაქცეულია და ასე ვთქვათ აწვევიან პირველ ჩვენებას, მოკლედ რომ ვთქვათ არც თანამშრომლობენ გამოძიებასთან, სპეკულირებენ რაღაც მოტივებით და ასე შემდეგ. სწორედ სავარაუდოდ ესე იგი ასე მოხდა, ისინი მოწამლეს და მძინარე ადამიანზე, დაძინებულ ადამიანზე აქვს წვიან ნასროლი, შესულები არიან ერთ-ერთი სათადარიგო შესასვლელით და სწორედ საინტერესოა ის, რომ პირველ მონათხრობში წლების განმავლობაში ეს ჩვენ არ ვიცოდით, სანამ ასე ვთქვათ, აი ამ კონსტანტინეს კომისიამ არ ჩაატარა ეს მუშაობა, რომ ჩვენ არ ვიცოდით, რომ ესე იგი ამ ოთახს მეორე შესასვლელიც ჰქონდა. წლების განმავლობაში მალავდნენ, საინტერესო კიდევ ეს არის თვითონ ეს დაცვის წევრები და გუგუშვილი. გესმით თქვენ? ანუ აქ აი ყველაფერი როგორც უსები რომ იტყვიან, აი შიტები ელემინიტკამი, ასე რომ ვთქვათ, არაფერი დიდი არ ჭირდება, ამას ჭირდება ვახტანგ გომელაურის ან ირაკლი შოთაძის აი რეალურად 1 საათი. რომ იყოს პოლიტიკური ნება. ეს პოლიტიკური ნება მოგახსენეთ არ არის და მათ შორის ეს სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ მიჩქმეულ რუსული სპეცსამსახურების კვალიც, როგორც ჩანს, ახლა მე არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზეა საქმე თუ უბრალოდ იმ პიეტეტზეა საქმე და იმ მორიდებაზე, რომლითაც ახალი ხელისუფლება უკვე ბოლო წლებია ყოველ შემთხვევაში გამოკვეთილად დიდის მორიდებითა და ანგარიშის გაწევით ეკიდება რუსეთს, ალბათ ესეც კიდევ მეორე თქვენთვის ეს არის ძალიან გრძნობიარე თემა, ეს არის გასაგები ძალიან, მაგრამ ეს არის სახელმწიფოებრივი თემაც, ხო? თქვენი აზრით, საქართველოსთვის ამ პროცესს რა მნიშვნელობა ექნებოდა? აი, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს თვითონ ქვეყნისთვის ამ საქმის მიყვანა ბოლომდე მესმის ოჯახის წევრების. არა, ოჯახის წევრებზე არა. ხო და ამას ვამბობ, რომ ამაზე არ არის ლაპარაკი, ხო? ამ საქმეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ქვეყნისთვის. აი, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელობა გამოვლინდეს ის აგენტურა, რომელიც ასრულებდა უცხო ქვეყნისა და ასე ვთქვათ, სხვა უკანონო ხელისუფლების ბანდების დავალებებს და რომლებსაც ფაქტობრივად ასწორედ ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი უამრავი უკანონობა, უსამართლობა, ბოროტება, რაც კი რამე მომხდარა ამ ქვეყნის ისტორიაში. დაწყებული იმჟამინდელი ეგრეთ წოდებული სპეცსამსახურებიდან დაწყებული, დამთავრებული საგამოძიებო ორგანოებით. ნებისმიერ დღეს ნებისმიერ იმჟამინდელ მაღალჩინოსანზე უშიშროების პროკურატურის თუ შინაგანსამართლობის სამინისტროს εν რაოდენობის კომპრომატი არსებობს. ისინი იტყვის სისტემას დღესაც როგორც მოგახსენეთ, ყურებით ყავს დაჭერილი. აი თუ კი რაიმე ბოროტება, გაუხსნელი მკვლელობები, უსამართლობა, უკანონობა, რეკეტი, კორუფცია, თუ კი რაიმე მომხდარა ამ ქვეყანაში, გესმის, ყველა ეს უკავშირდება ამ სამ სახელმწიფო ორგანოს იმჟამინდელს, ესე იგი, შევარდნაძის პერიოდს, საწყის პერიოდს და შემდგომსაც გულისხმობ, ეს არის პროკურატურა, უშიშროების სამინისტრო, შინაგანსამართლობის სამინისტრო. მეორე გახლავთ ისტორიული სამართლიანობა. ისტორიული სამართლიანობა, რომ ერმა უნდა იცოდეს, ვინ არის, ვინ რა როლი ითამაშა, უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი აღარასოდეს გამეორდეს და არა მხოლოდ შურისძიების გზნობის გამო. ჩვენ დღესაც აქ ვართ გაჭედილები. აი მაგალითად ახლა მე მარტივ მაგალითს გეტყვით, ხომ ხედავთ საქართველოში, თბილისში დღე არ გავა რომ ქალი ან ბავშვი არ გაიტანოს მანქანამ გადასასვლელს.
დღე არ გავა და დამოკიდებულებას ხალხის ხედავთ როგორია? კუდარს ხომ ვერ გააცოცხლებ, რაღაცომ უნდა დაიჭირო. გესმით? განგებ ხომ არ უნდა და დღესაც იქა ვართ ჩვენ, დღესაც იქ არის ჩვენი საზოგადოება მენტალურად, გესმით? შერჩევითი სამართალია, აი მაგალითად საზოგადოება მისტირის მაგალითად ვიღაც ცნობად თაღლითებს, რომლებმაც 6500 კაცი გადააგდეს, აგერ მოიხსენებათ ახლა რჩეულიშვილებზე ვიძახი, 6500 ადამიანი გადააგდეს, დატოვეს უსახლკაროდ, მიიფისეს მილიონები, გაავსეს სახლები ანტიკვარიატით, დღესაც და ესე ვთქვათ, ჩვენ შერჩევით სამართალს თვითონ საზოგადოება გვთხოვს, გესმით, რომ ესე იგი რახანის ცნობადია, რახანის დიახ, გაათავისუფლებთ და მიეცით საშუალება, რომ ესე ვთქვათ, რაღაც კიდევ რაღაც სხვა დანარჩენი ოპერაციები ჩაატაროს, მაგრამ ისევე ასეთივე დამოკიდებულება თუ იქნებოდა სხვა ნაკლებად ცნობილი პიროვნებების მე. აი საზოგადოების მორალური გაჯანსაღება არის პირველ რიგში. საზოგადოების მორალურ გაჯანსაღებას მოიტანს მსგავსი საქმეების და არა მხოლოდ ამ საქმის გამოწვევა. და კიდევ ერთი მე მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებით მოგახსენებთ. უსამართლობა ერთგან საფრთხეს უქმნის სამართლიანობას ყველგან. დიახ. ცოტნე პოლიტიკოსების მკვლელობები და ამ ტიპის, ამ მასშტაბის, ამ რანგის მკვლელობები ეს გამოძიებას სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ გახმაურებული ამბები რაც არის თითქმის არც ერთი ბოლომდე არ მიდის. ყოველ შემთხვევაში ყველაზე რჩება ხოლმე კითხვის ნიშნები. თქვენ მაინც გაქვთ იმედი, რომ შესაძლებელია ამ საქმეს წერტილი დაესვას პოლიტიკური ნების შემთხვევაში? მე იმედი კი არ მაქვს, მოდი ასე ვიტყვი. საქმის მასალებიდან გამომდინარე და ამ საქმის მასალებს ვიცნობ, გენერალურმა მთავარმა პროკურატურამ ის მაინც გააკეთა, რომ ჩვენ ოჯახის წევრებს მოგვცა ამ საქმის გაცნობის საშუალება, ხომ არაოფიციალურად. არაოფიციალურად, ოფიციალურად მე დღესაც არ ვიცნობ, ასე ვთქვათ, დადასტურებულად ამ საქმის მასალებს. ასე ვთქვათ, დღეს პროკურატურაში მოიხსენებათ ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში რაღაცა ესეთი არაფორმალური ურთიერთობები ბატონობს და არა გამაცნეს ეს საქმის მასალები და მოგახსენებთ, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე თავისუფლად შესაძლებელია ერთი საათის ამბავია როგორც მოგახსენებთ. ხო, ეს არ გავს რაღაც ჩახლართი. არ არის, ეს არ არის კენედის მკვლელობა, როდესაც ესე იგი განამხოლოდ ოსვალდი მოკლეს, არამედ კიდევ 28 ადამიანი, რომელიც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული. გესმით თქვენ? ეს არის ძალიან მარტივად გამოსაძიებელი საქმე და ერთადერთი რის გამოც შეიძლება ეს არ გამოიძიონ და არ დარჩეს კითხვის ნიშნები, ეს არის ბიზინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური ნება. მორჩა და დამთავრდა. აქ სხვა დამაბოლებელი ფაქტორი აღარ არსებობს და ამის მიზეზებზე კი უკვე გესაუბრებთ. აი ბოლო თქვენ აქციაზე აქტიობაც რა გამოხმაურება იყო? არავითარი გამოხმაურება, ხელისუფლება ასე ვთქვათ, უყრუებს ამ ყველაფერს და სწორედ ამიტომ მაქვს თხოვნა და იმედი საზოგადოების, რომ ჩვენ უნდა მივახციოთ განამხოლოდ ამ საქმეზე, საერთოდ უნდა მივახციოთ ამ ქვეყანაში ესე ვთქვათ, სამართლიანობის, თანასწორობისა თუ კანონიერების, იდეალების დამკვიდრებასა და აღდგენას. ძალიან დიდი პერსპექტივა ჩვენ ქვეყანას არ აქვს და სწორედ ხსენებულ ბიზინა ივანიშვილსა და მის მე ძალიან გული მწყდება მასზე ამას რომ იმიტომ რომ თავიდან მეც გარკვეული იმედები და ილუზიები მქონდა ისევე როგორც საქართველოს დიდ ნაწილს, მაგრამ ფაქტი დღეს არის ის რომ ესე იგი ჩვენ დღითი დღე უფრო მკვიდრდებით საფაშოში და საფაშოს არ ჭირდება განვითარებული საზოგადოება, საფაშოს ჭირდება ბრბო, რომელსაც იგი ადვილად მართავს, მაგრამ ამას ვერ აღიარებს. მადლობა თქვენ. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ცოტნე გამსახურდია იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვლაპარაკობდით პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე. ეს იყო გადაცემა ორშაბათი. მე გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე. მადლობა. გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და მისი სტუმრების სუბიექტურ აზრს გადაცემაში ორშაბათი თეონა გეგელიასთან ერთად. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ორშაბათი